Hello guys, დაგიბრუნდით მეგობრებაში მეგობრებო, რა ვახეთ რა შევით ხართ მაგრად. და შვიდობიანი პერიოდი იყო. დავდიოდი ხალხს ვინც იფსებოდა თავიანთ სკვადს ავსებდა ვიყვანდი არმიაში, ვიძახებდი და გამოვიდა ეს და ეს. 3626 კაცი. აქედან 2 4 6 7 გენერალი ყავს კიდე გარეთ. ანუ თითოეული რო ავიდეს 100 კაცზე პლუს 700 კაცი. პლუს 700 კაცი. შეგვიძლია კიდე მოვიმატოთ, მაგრამ მაგებს სანამ არ შევსებენ, მაგამდე არ გამოვიძახებ. ხო და დავდიოდი, ჯარებს ვაგროვებდი, ამაც გადამყავდა, ვისაც ცოტა აკლდა ხოლმე რომ ვიძახებდი და თან ვავსებდი, თან ჩემს ასას ვიყვანდი და რო შევასვე ხლა ახლა გამომიცხადეს და 618 კაცი მყავს, 2 მაკლია და მეც ფულ ვიქნები, ანუ სავსე ვიქნები და ეგეც კიდე სასახლეები რაც დავიარე, ახლა ძალიან ბევრი დავიარე. ყველგან ხალხი აღარ ამყავს. ვიდეოს გარეთ რომ ნახე და იქნება აქ იყოს. კაია. 2 ელიტა რო ყავდეს, კაია. ეგა და ეგ მომეც. ვართ უკვე 640. თქვენ მიდით ძვებო მაგას დაარტყით. აქვე ახლომახლოს არა აქვს? ქვევით აქვს, მაშინ ქვევით ვაგაკეთებ მაგ გეგმას. მაგრამ ჯერ ეხლა ძალიან ბევრი ესა გამოიქანებიან და ბევრს გამოუშვებენ და მიჩემნია ასე დავდგებ. აბა ეხლა რამდენი წამოვა მაინტერესებს. 2 მილიონს ჩამოვწდით უკვე ფინანსებში, უკვე გვიჭირს. ომი რო არ იყო, მაგის გამო ნადავლი ვეღარ გავყიდი. ისე ცოტა გვაქვს. ეს ბანდიტებისგან მაქვს ნაშოვნი კაცო. ზოგი კი, მაგრამ ზოგი არა. ზოგი ძველი ბრძოლებისგანაა შემორჩენილი. ბანდიტების სიმებს გადაუვარე. ჩემი აქ სოფლები რო მქონდა ჩემი ქვეყნის შუაგულში და რაღაც პატარა ლუთი დამიგდეს, მაგრამ დიდი არაფერი კაცო. ტყვეებიც ვერ წამოვიყვანო, მე ამერე გვრთებინა. ჰამბურგს დაარტყა, ბაზარი არ არის. დაარტყან ჰამბურგს, მე პრობლემა არ მაქვს. ოპა, ამათ მე არმია შექმნეს. Excellent. აქ კიდე ბევრი გენერალი, რომელიც უკმაყოფილებას გამოხატავს ჩემს მიმართ. 1 2 3 გენერალია ეგეთი. კაი. ეგენი სულ დამავიწყენ. 3 გენერალია ეგეთი, 1 2 3 და პლუს 1 გენერალს ხალხი არ ყავს. ამიტომ 2 4 6 7 ხოა 7-ს 4 11 გენერალი ყა, ან ლორდი არის კიდე თავისუფალი. ის დავიყვანეთ და 3700-მდე ავედით. ესენი ასიზამი გაქანდებიან? აღარ დაანებეს თავი, ბაზარი არ არის, მაწყობს. მოდი უცებ ახლა აქ შევარდეთ. ეგრე. და უცებ ავიღოთ ეგრე. ტყვეები არაო, კაიო. უცებ მე ამათ ვიტყვი ათაკ. არ ვიჩქარებ კაცო. ეხლა იმათ აღებას. რაზე ვიჩქარო, არა, რავი, რაზე გავუშვე, ეხლა იქნებ არმია, როცა მე ჩემი გეგმები მაქვს ამასთან დაკავშირებით.
ბევრნი არ არიან. შენღა მაგლის საფრანგეთო. ჩემი ძალების ორად გაყოფა მომიწევს მე მგონი. ტიტანებთან ბრძოლა რაში მაინტერესებს, კაცო? რედი მილენიუმი. ტავერნაში შევიდეთ, ხალხი გვყავს, ხო? კაი. კონტროლში შედი. ეგ გვიყენია. აქაც ეგა და აქაც ეგა, ეგრე. Вообще რამდენი არიან რომ ნახოთ. რამდენი ხართ? 1000-იც არ არიან. მაგდო თქვია არღის ისწრაფე მეთქი. ჰამბურგ შეუტიესო, ბაზარ შედით. ეგრე. სად დაგერხათ? მარტო მე გაგანადგურეთ ახლა აქ. უბრალოდ დიდი ზიანი მივიღეთ. უცებ ამას გადავალაგებ იაფიანებს და ძვირიანებს გადმოვალაგებ. დაგებრუნდით, რა თქმა უნდა, ტყვეები ყველა გადავსვათ. ლეველით მოვიმატეთ, სად გავუშვათ? პოლარმში მოდი არ გვინდა, ეზლეთიკი დეფენსებზე გვაწყობს, მაგრამ ეხლა არ გვინდა ბედინგ ვუნდს, სურჯერი, სკაუთინგი, ტაქტიკა. რა გავუმჯობესოთ? ყოველივე შემთხვევაში ეს გვინდა. დავუშვათ 29. 29-თა უფრო ნაკლები დაგვეხოცოს, ეს მოუმატოთ და სკაუთინგიც შემდეგი ლეველი კარახანი არ გვექნება. და 602 ბიჭო რამდენი დაუკლია, ტავერნაში შევიდეთ და ელიტა, ექსპერტი, ტრეინერი, ექსპერტი. სკუაჩი შევიდეთ და რა გაგვიძლიერდა ესენი. 4-ვე გადავიყვანოთ ექსპერტზე, 4-ვე გადავიყვანოთ ექსპერტზე, 2-ვე ექსპერტზე, 4-ვე ექსპერტზე, 2-ვე ექსპერტზე, 6-ვე ელიტა, 3-ვე ელიტა, 8-დან 6 ელიტა, 3-ვე ტრეინერი, 6-ვე ალბათ ტრეინერი, ხო? ოპაც, ეგრე. სკუაჩი მეთქებისით შევიდეთ და ეხლა აქ მივხედოთ ამას. 5 კაცი გადმოვსვათ, მოდი. ესეც. ეგეც ტრეინერებში, ექსპერტები, მოდი 6-ვე და შეივსო ზუსტად. არა ძალიან ბევრი ყავს, მოსამაგად დახოცილი ეხლა 100-ზე მეტი დაჭრილი. რუსებმა დაარტყეს სადღაც. მან დაარტყეს ეგენი, თუ აი ეს მედის პრობლემა არ მექნება მაგების აღებით. იქაც უტევენ რუსები. რა ძალა ადგი ახლა რუსებს ებძვის და მე გამომიცხადა ომი. რა ჯანდაბა უნდა აზიაროს. შვიდობიანი ხანაც ხან არ გაგრძელებულა. სიმართლე გითხრათ, შვიდობიანი ხანა 2 წუთის კი არ გაგრძელდა. მე არ ავდგომი რომ არავის ომი არ გამომიცხადებით, თვითონ გამომიცხადა ნორვეგიამ. ნორვეგიასთან გადავედი და მოყვა საფრანგეთი. იმედია ახლა ბიზანტი არ გამომიცხადებს. ენა არ მიყვილოს ბიჭო. ეფსი ძახი.
სანამ საფრანგეთი არ მიიტევს მისთვის უკეთესი. ამათი გაყიდვა დამოუწდა, არა უშავს. ეხლა გავყიდოთ. 800,000 რამდენი მომცა ბიჭო. კაი. მე წავალ ამაზე და თქვენი მე გიჩნდებთ ლიდერ და ვიღაცა მეორე არმია შეკრა. თქვენ სად მიდიხართ სად ვიტყვით კაცო. წამოხოთ ამაზე და პირველ არმიას გაუშვებ ამაზე. არა ამაზე. იმიტომ რომ იმ არმიაში როგორც ხვდები არიან ერთი ის მეომარი ვისთანაც კაი ურთიერთობა არ მაქვს. ერთი და მე მგონი ორნი არიან, მოთ. კაროჩე ვინც არიან რა. სოფელი აიღეს როგორც ჩანს. ამას მე შემოვარტყა, მაქამდე სად არიან ისინი, კაცო მეორე. არ მოდიხართ აქეთ ბიჭო? ათაკ და ამას დაარტყით თქვენ რა. წამოდით იმას გავესაუბრები, იქნებ ხალხი აკლდეს და დაუმატო, რა ვიცი რა აღარ ვქნა. არმია აქედან მოდი ამოვხდეთ უცებ 3,000-ნი გახდებიან და გაუშვათ ჩვენი თავი აქ და გავხადოთ ჩემი თავი ლიდერი. სამი 1000 კაციანი იქიდან იზავენ ისინი ყველაფერს. building siege weapons. ბიჭო სად არიან? მარტო უნდა ვიღო ეს ქალაქი? მარტო ამაღებინ ეს ტიპებმა ქალაქი. გადამაგდეს. კაი სად ახართ აბა არმია? მეორე არმია სად არის? მე გავხდი ლიდერი და ვერ ხედავ ეგრე. აი მოიცა ცოტა ხნით გავხადოთ ეს ლიდერი. სად არის მეორე არმია? სად მიდის დეფენსზე? ელზისაზე არ გინდა ამაზე წადი. ათაკი. მანდ გადმოვალ ეხლა უცებ დრეზდენზე დავეხმარები ბიჭებს. ხელი გამეჭირა. და მერე რა ვქნა დრეზდენიდან საწავიდეთ. ზევი ტერიტორიებზე აჭრა არ მინდა. ბორგ вообще ეს ჰედები და ბორგბეგი და პორტბურგები და ეგენი ხوار მოუჭრა საერთოდ და ზედამხარე ხوار დავტოვო. მოდი ეგრე ვიზავ. და საფრანგეთს მე მიუვარდები რა. მე ხა თავიდანვე ძალით გავირთულე საქმე რა, სიმართლე გითხრათ. შემეძლო ნორვეგიას დავსხოდი თავიდანვე თავს. პირველად მარტივად ავიღებდი. და მე საფრანგეთს მიბრუნებოდი, მაგრამ არ მინდოდა ეგრე. პირველად მარტივად ავიღებდი და წარამალა ესე არ გამომიცხადებდნენ ბიზანტიას და ის საფრანგეთის ომს.
ეს ბიზანტი იმიტომ მიცხადებს ეგრე ომს ხოლმე რომ რადგან საზღვარი მაქვს მაგასთან უკვე მისული ჯერ მაგის საზღვარს უახლოვდებოდი და მე ახლა საზღვარი გავავლე მაგასთან გამომიცხადებს ომს აბა რა იქნება ვაფართოვებ ჩემ ტერიტორიებს როგორც შემიძლია რომელ ქვეყანას მოეწონა და მაგის ხარესო მოგაქვს საზღვარი კაი ამას ახლა უცებ ასე ვეტყვი რომ წავიდეს ჰედებზე და მეც მივეხმარები თუ რამეა თქვენ წადით ამაზე და 1400-ნი იქით უი ხელა გამივარდა ტელეფონი ძაღლი ახსენო ამაზეა ნათქვამი ახლა ვლაპარაკობდი ამას მომიწევს ახლა ცოტა ხანში და ელზას შეუტია ეგრევე ბიჭო დროზე დეფენს ელზა წადით დაიცავით ბიჭო ეჰა ელზა დაიცავით მეთქი დეფენს ელზა მე სადა ვარ კაცო ესენი ჩემი მაზი დგანან თქვენ ვის გინდათ ამასთან შემიშვით და გამხადეთ ლიდერი რომ ძალიან იქით აღარ წავიდრონ ახლა სიო მე გავხდი ლიდერი წამოვიდნენ აქეთ აქეთ უხევ აქეთ მოდიან სიო დეფენს ელზა ხო ამიცებული მივახლოვდით გაიქცნენ ახლა დავიცვათ ელზა იმედია ბევრნი არ მოვლენ მოდი იცი აქვთ ვაფშე go to point და ვინც მოახონმე დამეხმარებით მაგაში აი აგერ განლაგდით და გარეთვე დავამარცხებთ წესაგი დიდი არმიას გამოვაგზავნენ ახლა აქ მაგრამ არ ვიცი ზუსტად ეგრე და ეგრე აქ მივიდეთ ახლა ჩვენა ძალიან ბევრი ხო არ ახართ უკვე აქ ის გენერალი უნდა ვიპოვო სად არის პროსტა მაპზე შევიდეთ რა სად არის მეორე მანდარე მესამე სად არის აუ სად ყოფილა ტიპი როდის ის იქიდან ჩამოვა ანუ ლივერპულის ის არის ეგა იქ რო იყო ლივერპულის ლორდია ტიპები ნახესაც გვიტევენ კაი მიდი თქვენ მან დარჩი და მიხედეთ ოპაც თითო ქალაქი რა ექსესნი მოვაშოროთ მოდი ვის შორს არის ცოტა არ იყოსო მოვასწრებ მაგრამ ელზაში ბრძოლა დაიწყო 300 კაციანი ძალიანაც კარგი უფს ძალიანაც კარგი არ ყოფილა აუ შენ რა გინდოდა პრინციპში ვარშავას დავიბრუნებ არ მინდა ეგრე შორს შემოვიჭრ შენთან კაი ათაქ როგორც ვიცოდი ოპაც ამას რო თავს დავესხა მოდი ბაბა მიდი 26 კაცი მომიკვდა მარტო crossbowmeni ამოვიღოთ ნაისპიერმენი ამოვიღოთ არჩერი მოდი ამას ვიზავ და დაგიბრუნდით ესენი გავანადგურე შენი რა გინდავა ბიჭო
ძალიან ისე ვართ ეხლა რომ ისევ სახელმწიფოსთან მაქვს ომი და ისევ იგივე არ სამოსთან არ დაჟე ესა ყაზახებმაც ომი გამომიცხადეს მაგათ რა უნდათ ბიჭო აი მაგათ რაღაც ჯანდაბა უნდათ ჩემთან ეგ არ მესმის არმია თქვენა defend დროებით მანდმოდით და რო შეწყდება მერე საძგნეთ იგზადით ვინმე არ შემივიდეს უცებ როცა არ იქნები მათ აბაც აქ დაიწყო 387 მივასწრებ თავისუფლად და სიფას გავაწობთ ახლა იქაც დაიწყო და რამდენი შევარდა ბიჭო აბაც აქ რამდენი დავუყურე ახლა ვნახოთ აჰა ტრეინერი ამოვიღოთ ეს ტრეინერიც ამოვიღოთ ეს ტრეინერიც ამოვიღოთ ესეც ამოვიღოთ მე ექსპერტ ელიტა crossbowmeni დავტოვოთ ტრეინერებში fancy არ გვინდა ესეც არ გვინდა night archer ტრეინერი PR ტრეინერი expert ტრეინერი და fancy ტრეინერი expert ტრეინერი მოდი 5-ვე გადავუშვით და კიდე რაღაც გავუშვით ტრეინერი crossbow ტრეინერი ბაზარია night archer-ს გავუშვით კიდე რაღაც გავუშვით რაღაც რაც არ გვჭირდებოდა და ესეც გავუშვით მოდი სანამ ეგ მოხდება მაქამდე მოდი აქედან რაც შეგვიძლია მაღალი დონის ისინი ავიყვანოთ ხალხი აღა ესა კი ბატონო მოდიან და მოდიან ნახე ნენელა ეწევიან გადაასწრეს გონი კი არა გადაასწრეს მაგრამ ეხლა მე შევალ მე დავემატები defend 3.7-5 3.670 წინააღმდეგ ხელახლა BCH-ი დავაყენოთ მოდი ესენი არმია შენ რაღაცად გახარ მანდ ამო შენი ჭირიმე და აქ შემოგვიერთდი შენ და დიპლომატია make peace ნორვეგია გადავუხადოთ 100,000 იმიტომ რომ აღარ დაგვესხას ხოლმე თავს make peace აი ამ ეს არ გვეტყვი ეგ უას გვეტყვის რა თქმა უნდა აბაც ერთი ეს გავანადგუროთ მოიცა გამასტრო კაი არა უშავს შევიდეს ახლა და კატაპულტები თუ გიყენია გავიგოთ control არა ეგრეც მეგონა რადგან ძალიან ბევრი დაგვეყლა პირველ ივერზე და არ უნდა მოკვდარიყო მაგდენი თავიდან კი ბატონო სად არის ნამდვილად მგზაში არიან ნენელა მოდიან ბაზარი არ არის 900 კაციც დაგვემატება და ბევრად აღვემატებით ახლა და სად ეგ არის მოვიდნენ კაია ფრანგები გააქტიურდნენ რა ვიცი და ვაფშე არ აქტიურობდნენ კაი ერთი მავერ შემოსწრო მაგრამ არა უშავს ისედაც 100 კაცით მეტნე ვიყავით და პლუს 900 კაცი დაგვემატა 800 ეგრე და ეგ არის
მთელი 900 კაცით მეტნი ვართ. აქ არის ჩემი ქვეყნის არმია ორი ლორდის გარდა. ერთი რომელიც იქთიანად აქეთკენ მოდის ამდენი ხანია 200 კაციანი და ერთი რომელიც ვერ შემოასწრო ეგენი. წავიდა ოპ 200 გონი 100-ზე რო ვავა ამას 300 კაცი ადაშე 400 ერე გამოდის კი უკვე სიპათი გავაძერს ტიპებს აუ რა მაგრას დასვლებიან და პირველივე მინდა ბიზანტიას დავართვა ორი ქალაქი ეგრევე მაგა დავესხმე საფრანგეთს დავანებებ თავს შვიდობას არ დავუდი მაგრამ თავს დავანებებ ნახე პროსტა 200 კაცი არ მოგვიკვდა და უკვე თითქმის 1000 კაცამდე მოუკალით ეხლა ეს ასინილად რა მიდიოდეს მაგრამ ეს ჩემი ტელეფონის ბრალია რადგან მიჭედავს საშინლად 205,000 მოუკვდა თუ ბიჭო რას მეუნდები და ან რაოდენობით მეტი ვიყავით და ისე ციხესიმაგრე ბორომდე გავაძლიერე ჩვენ ახლა რაოდენობით იმდენად მეტი ვიყავით რომ 480 დაასპანოვდა მე მგონი და ისინი 120 იქნებოდნენ და მაგიტო დებიან ეგრე ბევრნი და ესა ჩვენ მაგიტო გვყავს ეგეთი პატარა ზიანი იოროს ბიჭო რას მეუნები უკვე ეგ არის 1700 კაცი მოუკალით და აუ ამ ეს უეჭველი მინდა ნახე რამდენია ხუთ აბათ რასამდე მიდის 180-მდე კაი ამას უკვე გადავალაკად მოვალაგებ და დაგიბრუნდებით ასევე როგორც წყვებს დით ეს ხო კი აბა ერთ შენ დაგელაპარაკო ბერი ხალხი მაინც არ შემიძლია ხო ჩაგიყარო კაი ეგ გამოსწორებადია ანუ კიდე მარტო 3 უნდა მომეხოდო შენთან ურთიერთობა კი შენ ადექი და შეუტიე იმას პორტს онც თუ შემიძლია მე შენ დაგიმატო ამას დაგიმატებ და გამოხვალთ 800-ნი ხოლო შენ ადექი და შეუტიე ამას აქამდე წამოჩვენა მანდა კეფშიც შევიდეთ უცებ და სადა ნაით არჩერი არ მინდა ნაით ვორდმენელიტაც კაია და ნაით პიარმენიც კაია როგორც შემიძლია მოვიმატე მედია უკვე კაია მოვსწრებ თავსა დასხმია კაია ელიტა და ექსპერტი მოიტა დანარჩენი სადაც გინდა ის გაუშვი ტავერნა არ გვინდა მარკეტსელსი ზეგრე თორე ჯარი საკმარისად ყავს მოდი სანამ მაგას იზავ კაცო მაგას დაველაპარაკოთ ჯარი წესები უნდა ყავდეს ბლომად და ჩემი შენ რა თმინდა კაცო 1000 კაცი მაღაზია იყავი შენ კაცო გინდა სად მიდიხარო მიდიხარ
სავსე ხარ ხო? კაი. თუ სავსე ხარ, ნახოთ როგორ სავსე იქნები ბოლოსკენ. სკოლა ის აქ შედიდა ერთი ეს აიყვანე. აჰა. ან ბიზანტია უკვე დასუსტ დასავით რა. იმიტომ რომ წინაზე 8000 კაციანი არმია დამაყენა თავზე. გეგონება მოიცათ მაგრამ სხვადასხვა იქ 8000 კაციანი გაუნადგურე მაინც. ოღონდ იცი მაგრამ ეგ ვიდეოს მაგნი ვიდეოს ნახავთ მაინც რა. ამ ვიდეოს რო წერ ეგ ვიდეო მაქვს სულ რამოდენიმე 1 საათი ზადებული იქნება რა სადღაც ეგრე. ელიტა ჯობია მაგიებს რა. ოპაც, ეგ არ მომეწონა. კაი, მაგათი შეშტებაც მოგვიწევს, სხვა რა გზა. კაი, აბა ჩავყვეთ ახლა და ამას თუ ყავს აქ ექსპერტები ყავს. რამდენი ექსპერტი ყავდა რა არის? სულ 13 ელიტა გამომივიდა. ერთი ელიტა, აქა დანარჩენი ექსპერტები, კაი. ნაითი სპიარმენი გაუშვოთ, ნაით სპიარმენი ექსპერტი გაუშვოთ. ნაით სპიარმენი გაუშვოთ. კროსბოუმენი გაუშვოთ. ნაით სპიარმენი ესენი გაუშვოთ. ნაით ფორდმენები არ გვინდა მოდი. აი ნაით არჩერებიც გაუშვოთ. ნაით არჩერებიც გაუშვოთ ესენი. ეს ნაით არჩერებიც გაუშვით ექსპერტი. კიდე რავი. ნაით ფორდმენ ექსპერტი არ გვინდა. ეგეც არ გვინდა და სულ ეს არის? ვაღარ ჩადის ჩამოდის. ეგეც გაუშვოთ და ეს ორი არჩერიც მივაუბროთ. და სამი ექსპერტი არა, ესენიც ყოლია. 7 ექსპერტი გარეთ აქვს, არა უშვებს. აჰა. კეპისიც შევიდეთ და მოვიმატოთ ახლა აქეთკენ ელიტები. ხოლო 7. ეგ ძუდი. უკვე შეუტიეთ, რა სტრაფები ხართ რა არის? აჰა. ორი 1000-ნი ყოფილან აქ. აჰა, და. BCJ დექით თქვენ მანდ, კაროჩე, ახლა აქ რა ხდება? იმან უკვე დაარტყა, კაი წამოწე დავეხმაროთ იქ, სწრაფად მორჩნენ. ჩემს გარეშეც მორჩებიან მან პრინციპში, მაგრამ მაინც. ეს იმის გამო მინდა რომ ინვენტარს მოცებს. არმია დეფენს აი ამაზე. აჰა. პორტ ამბოისი, ეგიცაც არის. ეგ პორტ ამბოისი არის, აი, აქ. აჰა.
ფრანგებთან მომიწევს ახლა ასეთი რამე. დიპლომატია მეექფის პაც საფრანგეთი. მაგრამ მაინც წამართვენ მაგ ტერიტორიას და მაგამდე ვერ შევალ და რა აზრი აქვს. სხვა ტერიტორიას თუ არ წამართვენ მიჩვენი ეგრე გავაკეთე. ისევ თამაშის ბაგი. რომ უნდა წდებოდეს ახლა ალყა უნდა ჩერდებოდეს მაშინ როცა იდება შვიდობის ხელშეკრულება. ბიჭო, კაი ხო მიდის ბიჭებო, აღარ შეგეძლოთ ხელს. პირდაპირ შევარდა რამდენი კაცი. არა უშავს მიდი ბიჭებო შედით. Defend დავიცვათ. ეგრე. ეს ბისეჟის დადგა. დიდად რავი ახლა თან შეტევო თან ტერიტორიები წავიდე. თან იმას დეფენსზე ვარ. ვერ გამიგია აქ რა სიტუაცია წველდება. მე ვუტევ თუ ვიცავ ჩემ ტერიტორიებს. 640 მყავსო ჯარის კაცი ეგენი მივატოვოთ იქ და აი აქეთკენ მაინტერესებდა თუ ეგ მესამე არმია დაიშალა უიმე რამდენი შექმნილა მე ცალკე არმია შევქმნი არმია კაცო ეს რა ხდება ვიცა აი ხო წადის აღგინია აქ რა ხდება ორი არმია რატო არის შეკრებილი ერთი ვორსბურგს იცავს მეორე სკულბურგს უტევს ორივე ერთად ვერ მოხდება ძმაო ალემაო სკულბურგი აგერ არის და ანუ აქ შევარდა რას მეუნებით აი წამონახოთ აბა მალყამ მოხსნა როგორც ეს აქ არის შევარდნილი მეორე არმია სად არის ათაკ მეორე მოდი გავუშვათ ამას გადამოდი ამაზე გამოვუშვა ეს დარიგით ამის დათვა ჩვენ შევიდეთ შედიება ტავერნა მაინტერესებს მე აქ მაინტერესებს ხალხი მინებით განა ეს დგას ხო მარტო კი და ამასაც უდი ურთიერთო მოსწო ოპა კი თან მაგარი კაი არმია თქვენ ოდი ამას დადექით დეფენსზე წავალ მე მაგამდე აქეთკენ მიხედავ ამათ ცოტანი ვართ გონი ჩვენ მივეხმარები და არა ისინი იყვნენ ცოტანი კაი არა უშავს მოდი ეგრე ჯერა ჩვენ 100 კაციც არ მოგვიგდა აბა კიდე ერთიც ბიჭო 100 კაცი მოგვიგდა იმას გვე 718 მოუგვდათ და 800-900-მდე დაიჭრა დიდად ზიანს ვერ ვიღებთ ეგ იმის დამსახურებაა რომ უკვე ჩემ ჯარისკაცებსაც მაღალი დონის ჯარისკაცები იყოს კაი ეგ ბევრი ელიტა ეს ელიტები მირჩევნია ბევრად ექსპერტებს პიარ ექსპერტი ნაიც პიარ ექსპერტი არის ეს ნაიც ფორდმენ მაგას ეს მირჩევნია სად არის
ეგ არის. აქ გავანადგურეთ, ამიტომაც ეხლა პირდაპირ ვეტყვი, რომ ადგნენ და წავიდნენ დაარტყან ამას. არმია მეხუთე არმიაში რატო ვარ მე შესული ვაფშე და შენ ვაფშე გამოდი და შეუერთდი აგერ მეორეს. დრეზდენს დაიცავენ, დრეზდენს ვინ უტევს კაცო? დრეზდენს ვინ უტევს? აჰა. მოიცა რა ისა ათაღზე კი არა. დეფენ წადი დრეზდენი დაიცავი შენი ჭირიმე. წადი დრეზდენი დაიცავე, ჯინდინასტიმას გამომიცხადა ომი. ჯინდინას დიდი პრობლემა არ არის, მართლა გითხრათ. ასე იგი ვარსბურგს ეგენი იცავენ ეს არმია. მოც მე ამომაკელით. დეფენ დრეზდენზე კი არა, წადით მანდ. ეხლა ეს სამი ტერიტორია ცოტა გამოყოფილი კი მაქვს ამასგან, მაგრამ მალე შევაერთებ გაჭირდა? კი. ვაწვევი ციხისიმაგრეს, მაგრამ არ ნიშნავს. აჰა. რა გავაკეთო? ნუ გამოვიდე, შევიდე როგორ ჩანს ხელახლა. აი. ეს ისინი დავდეფო და მე დავამთავრებ ვიდეოს მირჩევნია. იტყვა შეტევაზე აღარ გადავალ. ტვინი რაზე გაბურღეთ, ტვინი გაბურღეს მაგარი ამათ. კი ბატონო, შებძანდით, მინდით შებძანდით. აჰა. 900 ნახართ მარტო. უბრალოდ 912. და სიფას გაგადრობთ ეხლა. აქ არაფერი მოხს აშენებული, მაგის გამო უფრო დიდი ზიანი მივიღეთო და 44-ო. აი, ექსპერტი, აჰა. ექსპერტ. ელიტ. ერთი ელიტა იყო მარტო, არ გამაგიჟოთ ხა. რა, კაცო. ელიტ. ცოტანი არიან რა, კაი. ესა. ეგეც, აქ ახლა ექსპერტები ვინები არიან, ნახოთ. ეგ არ მინდა, აი ეს მინდა. კიდე 4 გვინდა, ეს კაია. 4-ვე მომეცი. აბა ერთი შევდით აქ. აქ უნდა იყოს, ესე იგი ის ვინც მე მინდა რომ ნახო. ეს ვინ არის? ეს ის არის, ხო? მოდი მაშინ. აი ასე ვიზავ ამასთან. ლიუსორს გავაკეთებ მაგასთან. და არმი ეს მეორე გავუშვათ სად ეხლა? სად გავუშვათ? დასადეფად. მანდ გავუშვათ. ბიზანტიამ პორტ ჰამბურგს დაარტყაო, კაით რა. თითქმის 4000 მაგაში დავხარეთ. ძალიან ბევრი გვიტევენ რა, ეგ ტვინის ბურღობა.
აი დრესდენის ქული ავიღოთ და დრესდენიც ავიღოთ მეთქი დავიცვათ და მე მივხედავ დანარჩენს. წამოერთი 800-ნი. ხალხი ეღარ აყავთ უკვე. მართალია მეც ტვინს მიბურღავენ. მაგრამ მაინც იმათზე უკეთესად უმკლავდები. თავიდან დიდ არმიას გამოუშვებენ, უნადგურებ და მე ხალხი აღარ აყავთ. უბრალოდ ცოტა ხალხს უშვებენ ხოლმე მეებზე. რა ქვია? ციხესიმაგრეებზე და ქალაქებზე რა, სენტიმენტებზე რა, კაროჩე. რაც მე ტვინს ბურღია, რადგან ერთ გენერალსაც ერთ ლურსაც შეუძლია რომ აიღოს ესა სეტილმენტი, ანუ ციხესიმაგრე ან ქალაქი. და ეგ ტვინის ბურღობა აქეთ კი სირბილი მიწევს. თა რო არ იცი რა, ვინ რამდენი უტევენ. მაგის გამო მით უმეტეს. ეხლა უცებს ქოაჩი შევიდეთ, ეგ არა გაცრას აქ შევიდეთ ქეფისეთში და რამდენი არიან აბა გავიგოთ. თუ ჩემ იგაც ამას ვიხედავ. მარტო 45. კაი არა უშავს. აუ გამეთიშა არა უშავს. უცებ ეგრე და ბა. ეგ არის. აქაც შემომცირეთ და 420-ნი დავამრჩნია. ეხლა შემდეგისთვის კაი ასე ვიზამ. მანდ გავუშვებ ერთიანს. აქ გავუშვებ ორიანს. სამიანი რისთვის არის აზიარ ვარ. რისთვის არის და აი ამისთვის ყოფილა თურმე აქ. ეგ არის ყველას გადაუნაწილეთ თავიანთი როლები. შემდეგ რომ შემოვალ მიხედავენ ყველაფერს. ეს 4-იანი ვაფშე რომ გავაქროთ, კაი იქნებოდა. რომ წავიდეს აღედგინოს ჯარი. ჩემთან ვინები არიან ეგეთები? არ არიან, ხო? არა, და დიდად რო გითხრათ ხალხი აღარ აყავთ მეთქი. მაგას ვერ გეტყვით, გონი ყველანი სავსეენი არიან ჩემ არმიაში. ჩემში რა, მე აღარ ვარ მაგათი ლიდერი. სხვა გადავაყენე, მაგრამ ყველანი სავსე არიან. სად იყვნენ ჯას აზიერ ვარ. ალბათ რომ ჩერდებიან ქალაქში, მაგ დროს საყავთ ჯარი. კაი მოდ აქედან დაგვიშვიდობით, კაი დიდი გამოდის. აბა ხო, შეხვდებით შემდეგ ვიდეოში.